ახალი სამედიცინო ცენტრი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 15 პალატიანი ცენტრი, რომელსაც ორი საოპერაციო აქვს თბილისის მერმა დაათვალიერა, გიგი უგულავა ექიმებს შეხვდა და მათ დააზღვევის ახალ სახელმწიფო პროგრამაზე გაესაუბრა. 6 სართულიანი კლინიკა 4000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდა და თანამედროვე აპარატურით აღიჭრა სამედიცინო ცენტრ ობიექტში 130 ექიმი დასაქმდა, შენობა უზრუნველყოფილია ვენტილაციისა და სტერილური ჰაერის თანამედროვე სისტემებით სამედიცინო ობიექტს შესაძლებლობა აქვს ერთდროულად სტაციონარში მოთავსებულ 40 პაციენტს მოემსახუროს. საპენსიო პაკეტში განსაკუთრებით ონკოლოგიური მიმართულება გაცილებით უკეთესი, იმიტომ თუ ადრე იყო თლიანად მარტო ოპერაციაზე 12000 ლარი, ეხლა ცალკე ოპერაციაზე 15 და შემდეგ უკვე სხიური ჰორმონალურ თერაპიაზე 15. პრაქტიკულად 30000 ლარის მოცულობის იმას ფარავს. რაც არსებით გაუმჯობესებას ნიშნავს ამ მიმართულებით და თორე ყველაზე დიდი დარტყმა ოჯახისთვის იყო თუ რაიმე სიმსივნური მიმართულება იყო ეს კურნალობა წელში წყვეტდა ყველა ოჯახს. ამიტომ ამ დაზღვევის ახალ პაკეტში ამის გათვალისწინება მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება. ფოტოგრაფი, რომელმაც ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა ფოტოებზე საოცრად დასახა წარმოშობით ფრანგი ხელოვანი კალიფორნიაში ცხოვრობს და ბუნებასთან ექსპერიმენტებს მუდმივად ატარებს შემდეგ. ეს ყველაფერი მის ობიექტივში ხდება. ნახეთ სიუჟეტი რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში.